ეგვიპტეში მასიური არეულობების დროს 13 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ უცხოური სააგენტოები უწყებიან ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაკავებული შესახებ. საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება. პოლიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ეგვიპტეში მასობრივი არეულობების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე მძიმედ დაშავდა. დაკავებულია ასობით მომიტინგე. საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება. პოლიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცველებმა აქციის დასარბევად რეზინის ტყვეები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებები იყო პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების შენობებთან. რამდენიმე ადგილზე ხანძარიც გაჩნდა. მუბარაკმა, რომელიც ქვეყნის სათავეში 30 წელია იმყოფება, მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა. 82 წლის პრეზიდენტმა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მუბარაკის განცხადება მომიტინგეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი განცხადებით ხალხს პრეზიდენტის გადადგომა და არა ახალი მთავრობის დაკომპლექტება სურს. პრობლემა იმაშია, რომ კორუმპირებულ პრეზიდენტს კორუმპირებული მთავრობა ჰყავდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაინც კორუმპირებული დარჩება. ამიტომ მთლიანად სისტემაა შესაძლებელი. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის განცხადებით, ეგვიპტეს პრობლემების გადასაჭრელად არა ძალადობა, არამედ დიალოგი სჭირდება. მუბარაკმა საჯარო განცხადება პირველად გააკეთა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა მისი გადადგომა მოითხოვეს. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება ბარაკ ობამამაც გააკეთა. მან მოუწოდა ჰოსნი მუბარაკს შეასრულოს ყველა პირობა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება შეუწყოს ხელი. ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომლებიც ეგვიპტელი ხალხის უფლებების დაცვაზე იქნება მიმართული. ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათია გამოცხადებული. ეგვიპტის დიდ ქალაქებში ყველა მნიშვნელოვან ობიექტს სამხედროები აკონტროლებენ. სამხედროებმა მთლიანად დაიკავეს ქაიროს ტაჰრირის მოედანიც, სადაც მომიტინგეები იყვნენ შეკრებილი. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელსა და ნობელის პრემიის ლაურეატ მუჰამედ ალ-ბარადეის, იგი პოლიციას გუშინ ერთ-ერთ მეჩეთში ჰყავდა ბლოკირებული, ბოლო ინფორმაციით ბარადეი შინა პატიმრობაში იმყოფება. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად ეგვიპტის მთავრობამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. საღამოს 18 საათიდან დილის 7 საათამდე. საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე საგარეო საქმეთა სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ ეგვიპტეში მგზავრობისგან. ანალოგიური განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამაც გავრცელა და ეგვიპტეში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, ტურისტებმა კი სასტუმროები. გაზეთი Daily Telegraph-ის ინფორმაციით ამერიკის ხელისუფლება ეგვიპტურ ოპოზიციურ ჯგუფებს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადაყენების მოთხოვნის საკითხში მხარს უჭერს, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალურ გამოსვლებში ჰოსნი მუბარაკის მხარდამჭერია. ეს ინფორმაცია სკანდალურ ვებგვერდ WikiLeaks-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ეგვიპტეში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მარგარეტ სკობიმ სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი 2008 წლის დეკემბერში მისწერა. წერილში ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა ძალამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალები გააერთიანეს და რეჟიმის შეცვლის გეგმაზე მუშაობდნენ. სკობიმ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს გეგმა არ იმუშავებდა და საერთოდ არც კი არსებობს. ის წერილში მოძრაობა 6 აპრილის შესახებ საუბრობს, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სოციალურ ქსელ Facebook-ში ამ მოძრაობის გვერდზე 70,000 ადამიანია დარეგისტრებული, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდები წარმოადგენენ.